გამარჯობა. დღეს გრიგოლ ორბელიანის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ემოციურ ლექსს ჩაუღრმავდებით თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში. გვაქვს ანალიტიკური მასალები, თავად ლექსიც რა თქმა უნდა, და ვეცდებით ამ შინაგან დრამას ჩაუყვეთ. ანუ როგორ ეჯახება ერთმანეთს ის დიდებული წარსული და მე-19 საუკუნის სინამდვილე. ვნახოთ, რატომ არის ეს ლექსი დღესაც ასეთი მნიშვნელოვანი. მოკლედ, ყველაფერი ბეთანიაში იწყება მონასტერში, პოეტი თამარის ფრესკას უყურებს. და საინტერესოა, რომ ორბელიანი ხომ თავს ბაგრატიონთა შთამომავლად თვლიდა? კი, ეს ძალიან პირადულ განცდას მატებს ამ ყველაფერს. ხო, და პირველივე სტრიქონებიდან ეს კრძალვა იგრძნობა. შენს წმინდა სახეს შვენებით სავსეს ვუმზერ კრძალვითა. სიწმინდე, მშვენიერება, სახიერება, ეს ხო უბრალოდ აღწერა არ არის? არა, რა თქმა უნდა, ბევრად მეტია. თამარი აქ არის სიმბოლო. აი ყვავილოვანი წალკოტის ოქროს ხანის განსახიერება, რაზეც ორბელიანი ოცნებობს, ასე ვთქვათ. და სწორედ ეს იდეალიზებული წარსული ქმნის მძაფრ კონტრასტს მის თანამედროვეობასთან. მე-19 საუკუნის საქართველო, რომელიც რუსეთის იმპერიის ნაწილია, მისთვის სულით დაცემულია. აი ეს ტკივილია ფაქტობრივად ლექსის მთავარი მამოძრავებელი. მართლაც ძალიან მძაფრი კონტრასტია და ეს სულით დაცემა ეს ხომ მხოლოდ პოლიტიკას არ გულისხმობს, როგორც ანალიზი გვეუბნება. დიახ, ზუსტად, ეს უფრო ღრმა, ენის დაკარგვა, სარწმუნოების შესუსტება, ზნეობა. ყველაფერი ერთად. იმდენად მტკივნეულია, რომ ამბობს არ გამოვთხიზლდეო. ხო, რომ აღარ ვგრძნობდე ჩემი სამშობლოს სულით დაცემას. და ამას ისტორიულ ჭრილშიც ხედავს, აი იმ შავ დროთას იხსენებს, თემურლენგს, შააბას. ანუ დღევანდელობას იმ წარსულის შედეგად აღიქვამს. გაღაცნაირად კი, მისთვის პოლიტიკური დაქვემდებარება უფრო დიდი შინაგანი პრობლემის, აი ამ ეროვნული თვითშეგნების, ჟირებულებების დაკარგვის გარეგნული ნიშანია. საინტერესოა და ამ კონტექსტში ჩნდება ეს ხნით დამაშვრალი. ეს რას ნიშნავს ზუსტად? აქ ორი შრეა, სავარაუდოდ. ერთი მისი პირადი ასაკი 73 წლის იყო, ლექსი რო დაწერა 1877 წელს. დაღლილობა. გასაგებია. მაგრამ უფრო ღრმადაც ეს არის ისტორიული დაღლა. საუკუნეების მანძილზე გადატანილი ტვირთი, ერის დაღლილობა, ასე ვთქვათ. ეს ორმაგობა მართლა საინტერესოა. და ამ დაღლილ მდგომარეობაში მიმართავს თამარს, ხო? სთხოვს ჯვარით აკურთხოს მამული. ეს ხო პირდაპირი პარალელია? კი, იმ ისტორიულ ფაქტთან თამარი ჯარს რო აკურთხებდა. ეს არის ვედრება, რომ ისტორია განმეორდეს, რომ თამარის სული ისევ დაეხმაროს. ის ოცნებობს არა მხოლოდ დამოუკიდებლობაზე, არამედ სულიერ აღორძინებაზე, განათლება, ზნეობა, პატრიოტიზმი. ოქროს ხანის იდეალების აღდგენაზე ფაქტობრივად. დიახ, მაგრამ აქვე იწყება რღვევა ამ იმედის. ხო, მან ხდება გარდატეხა. იმედს სასოწარკვეთად ცვლის თითქოს. ამჩნევს, რომ ფრესკაზე თამარს თვალნიცად გაქვს მიქცეულნი. ეს დეტალი რაღაცნაირად ცვლის ყველაფერს. კი, თითქოს მეპე ვეღარ ხედავს მას, ბედდაკარგულის ივერიის ძეს. და აქ ისმის ის საშინელი კითხვა. ვახ თუ რაც წახდეს ვეღარ აღსდგეს. ძალიან მტკივნეულია. ხო, ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით და აქედან გადადის უკვე ზოგად კოსმიურ უსამართლობაზე. ჰეც რუსოფელო დაუნდობელო თითქოს საკუთარი ტრაგედია ამ მსოფლიო წესრიგის ნაწილია. მართალია, ეს ლექსის ყველაზე ბნელი წერტილია შეიძლება ითქვას, მაგრამ ანალიზიც ხაზს უსვამს, რომ სრულ უიმედობაში არ მთავრდება. ხა, ფინალი მნიშვნელოვანია. კი, ფინალური სურათი, დაღრუებულსა, გზა შეუვალსა, უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს. მძიმე სურათია. მიტოვებული, დანგრეული. მაგრამ იქვე კონტრასტი. საცახე მეფის დიდის თამარის შჩას ძველს კედელზე გამოხატულად. ეს გადარჩენილი სახე, თუნდაც დანგრეულ ტაძარში, ეს არის იმედის ნაპერწკალი. სიმბოლო, რომ რაღაც მაინც გადარჩა. დიახ. სანამ ეს ხატი არსებობს, თუნდაც ასე ხსოვნა ცოცხალია, სული ცოცხალია, ანუ საქართველოს აღდგენის შანსიც არის.
და დაგვავიწყდება ბეთანიის ბიბლიური დატვირთვაც, ლაზარეს აღდგინების ადგილი, რწმენის სიმბოლო. ნამდვილად ძლიერი ფინალია. ასე რომ, თქვენთვის წარმოდგენილი მასალებიდან ჩანს, რომ ლექსის გულში ღრმა ბრძოლაა. იდეალიზებული წარსული და მწარე აწმყო, იმედი და უიმედობა, სულ ზღვარზეა. ორბელიანისთვის, როგორც ჩანს, მთავარი ბრძოლა პოლიტიკური კი არა, აი ამ სულიერი დაცემის წინააღმდეგ იყო და თამარის ფრესკა ამის ცენტრია. დიახ, ეს ლექსი მე-19 საუკუნის საქართველოს კოლექტიურ ტკივილს და ალბათ ფარულ იმედებსაც ატარებს. და აი თქვენთვის საფიქრავი, ლექსი 1877 წელს დაიწერა, თითქმის საუკუნე ნახევარი გავიდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა დაძაბულობას, რა კონტრასტებს დაინახავდა ორბელიანი დღეს? ისევ აქტუალურია ეს ჭიდილი წარსულსა და აწმყოს შორის და რაც მთავარია, რა შეიძლება იყოს ჩვენი დღევანდელი თამარის ფრესკა? აი რა სიმბოლოები გვაძლევენ იმედს და გამძლეობას დღევანდელი გამოწვევების ფონზე?